ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს თავისუფლების არის სწორედ რუსული პროპაგანდა, რომელიც არის საკმაოდ კარგად სტრატეგიულად გააზრებული რუსეთის მხრიდან. მე მგონი იმ საზოგადოებაში, რომელშიც ვართ, ძალიან პირობითია ეს დაყოფა, რომ ჩვენ აქედან თქვენ იქ რაღაცას გიყვებით, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ვინც აქ შეკრებილი ხარ, ჯერ ერთი უკვე წვლილი შეგაქვთ ამაში და ასე ვთქვათ, ბევრ რაღაცას ვაკეთებთ ყველა ჩვენ ცალ-ცალკე, ასე ვთქვათ, ჩვენ უბრალოდ გთავაზობთ გარკვეულ ჩარჩოს, ორგანიზაციულ ჩარჩოს, რომელიც დაგვეხმარება, რომ ყველა აქ მსხდომნი და დარბაზში ყოფნით ვიყოთ უფრო ეფექტურები ამ საერთო ამოცანის. და ამაში სხვა შორის გულისხმობ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ იმ საელჩოების წარმომადგენლებსაც, რომლებსაც არანაკლები სიმწვავით აქვთ გამოწვევა რუსული პროპაგანდის და დღეს საუბარი იმაზე თუ რა დაუპირისპიროთ რუსულ პროპაგანდას, როგორ დავიცვათ ევროპული ფასეულობები, რწმენა ევროპულ იდეაში, დემოკრატიული მოდელი ცხოვრების და ასე შემდეგ, არის გამოწვევა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების და ისინი დღეს არიან იმის ჩამოყალიბების პროცესში თუ როგორ მაქსიმალურად ეფექტურად გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. ის რის გაკეთებას თუ აპირებთ, პრინციპში არ არის არაფერი რაღაცა რევოლუციური, არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩარჩო, ეს არის ტაბულას ინიციატივით, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ამ საქმეში, შექმნილი ჯგუფი, და მხოლოდ მცირე ჯგუფი ჯერ იმ ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად ვიმუშაოთ რეგიონებში, ვიმუშაოთ ფოკუს ჯგუფებთან, ვიმუშაოთ იმ ნაწილებთან საზოგადოების, რომლებიც მოწყვლადი არიან ამ ტყუილების და პროპაგანდის წინაშე, ამ გამოწვევის წინაშე, თუმცა ერთ-ერთი უნიშნულოვანესი პრინციპი ჩვენთვის არის ის, რომ ამ ფასეულობების გარშემო ეს იყოს აბსოლუტურად ინკლუზიური ჯგუფი და ამ ფასეულობების გარშემო გაერთიანდეს რაც შეიძლება მეტი ჯგუფი, თქვენი, ვთქვათ, NGO იქნება თუ ადამიანური რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, ინსტიტუციური რესურსი, მაქსიმალურად ყველა იმ ორგანიზაციის, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და ზოგადად ამ დარბაზს მიღმაც, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გარდა ამ ინკლუზიურობასა თუ ასე ვთქვათ, ის ინკლუზიურობა რომ დავაკონკრეტო, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენ კამპანიაში მიგვაჩნია არის ყველა მოქალაქის განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავისი პირადი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ვთქვათ ინდივიდუალური შემოწირულობების ვთქვათ ორგანიზება გავაკეთეთ, ამის ტექნიკური ორგანიზება, რომ ამის საშუალება იყოს, ეს იქნება ძალიან გამჭვირვალე, ძალიან კონკრეტული და განსაზღვრული ამოცანებისთვის და ადამიანებს გარდა იმისა, რომ ეს შეძენს რესურსს იმ კონკრეტულ აქტივობებს, რასაც დავგეგმავთ, ეს იქნება ადამიანების განცდა, რომ ისინი იღებენ ამაში მონაწილეობას და ეს იქნება გზავნილი საქართველოსგან მთლიანობაში, მათ შორის ევროპული საზოგადოებისთვის და რუსეთისთვის, რომ ამ საკითხის გარშემო არის ძალიან მაღალი კონსოლიდაცია და სერიოზულობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მოქალაქეების მზაობა არის, რომ ამაში შეიტანონ კონკრეტული რესურსი. ამიტომ ეს კონსოლიდირება, სამოქალაქო კონსოლიდირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი სამომავლო გეგმების. ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენ რაც მიგვაჩნია, ბოლო რაც მინდა ვთქვა, რაც არსებობს, ეს არის ის მეთოდები თუ რა მეთოდებით მიეწოდება ინფორმაცია, ვთქვათ, საზოგადოებას. ერთი არის არაკონსოლიდირებულობა, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ რომ აღმოვფხვრათ და მეორე არის განცდა იმისა, რომ რაღაცა გარედან ველაპარაკებით მათთვის შორს მყოფი იდეების შესახებ. დასავლეთი თითქოს ეს არის რაღაცა კოსტიუმიანი, გალსტუკიანი ადამიანები კაბინეტებში და არაცხოვრების წესი, რომელიც იცვლება. რუსეთი არის რაღაცა ძლიერი მონსტრი, რომელსაც ყველაფერი შეუულია, რომელიც არის ერთმორწმუნე, რომელიც არის ახლოს, სადაც შეგიძლია უკეთ ივაჭრო და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიმუშაოთ იმ ეფექტურ მეთოდებზე, რომელიც სწორად მიაწვდის ადამიანებს ამ ინფორმაციას. კამპანია დაგეგმილია, რომ გაგრძელდეს ერთი წლის განმავლობაში. იგეგმება 24 ვიზიტი, ყოველი მეორე პარასკევი, შაბათი, კვირა. კამპანიის მონაწილეები გვექნება ვიზიტი სხვადასხვა რეგიონში. როგორც ხედავთ, ვებგვერდის ბოლო გვერდზე რუკა. ეს რუკა იქნება ინტერაქტიული. ყველა ვიზიტი, ყველა ქალაქში ნებისმიერი ვიზიტის რასაკვირველია ჩვენ სადაც ჩავალთ, იმის შესახებ თქვენ მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას. ჩვენ არ გვინდა რომ იქ ჩავიდეთ და რაღაცა მიტინგები ჩავატაროთ და ჭკუა დავარიგოთ, როგორ უნდა იცხოვროს იმ ხალხმა. ჩვენ გვინდა რომ ამ ადამიანებს ხელი ჩავმოვართვათ, დავუმეგობრდეთ, გავიგოთ რა პრობლემების გამო გადაწყვიტეს რომ ან ფიქრობენ რომ შეიძლება რუსეთში ეძებონ გამოსავალი
გამოსავალი და დავეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში შეძლების დაგვარად რასაკვირველია. 2008 წლის შემდეგ რუსეთმა საკუთარი იმიჯის პოზიტიურ პრომოუტირებას თავი გაანება და გადავიდა დასავლეთის და ლიბერალური ღირებულებების დემონიზაციაზე. ანუ იმისი ჩვენება გვინდა, მთავარი იარაღი რა არის, მაგალითად, რასაც საქართველოში იყენებს, ხო? არის ის, რომ წარმოაჩენს დასავლეთს როგორც ამორალურს, ხოლო თვითონ ტრადიციული ღირებულებების დამცველს. საქართველოშიც ვიცით ჩვენ რეაქციული ჯგუფები, რომლებიც სწორედ ამ მითებით კვებავენ მოსახლეობას და ამას გარკვეული ეფექტი აქვს. ჩვენ ეს მითები ადვილი გასაფანტია თუ ამ ადამიანებს დაელაპარაკები, იმიტომ რომ არსებობს სტატისტიკა, რომელიც სწორედ რომ საწინააღმდეგოს ადასტურებს. იმის გამო რომ ერთგვარი ნიჰილიზმიც იზრდება პოლიტიკოსების მიმართ და ამასთან ზოგადად არ გვინდა რომ რაღაც პარტიულ ჭრილში იქნეს განხილული თვითონ ეს კამპანია, ჩვენ არ გვინდა რომ რომელიმე პარტიის წევრი ან სპიკერი იყოს ამ კამპანიის სახელით, ან რაიმე ფორმით მიიღოს მონაწილეობა. სწორედ ამითი აიხსნება ისიც, რომ არც ერთი პარტიის ან პარტიობაზე პრეტენზიის მქონე ორგანიზაციის წარმომადგენელი არ იმყოფება აქ. ჩემი აზრით ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამის შესახებ არ შეიძლება საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეს კონდეს ამბივალენტური დამოკიდებულება, ან რაღაც ჩამოუყალიბებელი პოზიცია. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, ჩვენი კოლექტიური მეხსიერების ნაწილი. მიუხედავად ამისა, რუსეთი როგორც სამხედრო ინტერვენციის, ასევე რბილი ძალის გამოყენებით ავრცელებს იმ ნარატივს, რომ ის არის ერთმორწმუნე მეგობარი და ამას ხელს უწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთის მიერ, ცალკეული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და რაც მთავარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. და მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში და სწორედ მის იდეოლოგიური ხაზი არის ერთნიშნულოვნად პრორუსული, ანტილიბერალური და ანტიდასავლური და იგი კარგად ახერხებს ამ ნარატივის გავრცელებას საზოგადოებაში. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა, მაგალითად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე ქართული ეკლესია აქტიურად იყო ჩართული ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და მისი ხაზი იყო სწორედ პროდასავლური, იგი ეფუძნებოდა ლიბერალურ ღირებულებებს. ამ საფრთხეების გაზრებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ამ ერთმორწმუნე მეგობრის ნარატივს დაუპირისპიროთ ჩვენი კონტრნარატივი, მაგრამ აუცილებელია ასევე საზოგადოებას ჰქონდეს ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და ამაზე უკვე ვისაუბრეთ, თუ რა ალტერნატივა არსებობს, რა არის დასავლეთი, რას ნიშნავს ევროინტეგრაცია და ეს უნდა ითარგმნოს უფრო თქვათ მარტივ ენაზე. ხას გავუსვამთ იმას, რომ რუსული პროპაგანდა ორი მიმართულებით მუშაობს ძირითადად სახელმწიფოში. პირველი მიმართულება ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც ყოველგვარ რუსეთის ხსენების გარეშე საზოგადოებაში ცდილობს დანერგოს და ხელი შეუწყოს გაღვივებას ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების უარყოფით კონტექსტში წამორჩენას. შესაბამისად, ეს ერთი მიმართულება, რომელიც არის პრორუსული პროპაგანდის ნაწილი, ანტიდასავლური ესე ვთქვათ პროპაგანდის ნაწილი, ასევე თავის თავში მოიცავს ნიჰილიზმის დანერგვა საზოგადოებაში, იმისა, რომ შეუძლებელია საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ოჯახის ნაწილი და ამ ნიჰილიზმით კვებავს საზოგადოებას იმისათვის, რათა მათი არჩევანი გადაიხაროს წარსულში დასაბრუნებლად, ანუ რუსული ბატონობის ქვეშ დასაბრუნებლად. გარდა მიმართულებისა, რაზეც უკვე იყო საუბარი, მნიშვნელოვანია ამ კამპანიის ნაწილში ყურადღება გამახვილდეს იმ ადამიანების ნააზრევის და ესე ვთქვათ ხედვის ხელახლა გაცოცხლებაზე და დაბრუნებაზე საზოგადოებაში, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს საფუძველს უყრიდნენ საქართველოში. კერძოდ საუბარია, ვთქვათ, ეს იქნება ილია ჭავჭავაძე და მისი თაობა, ავტორიტეტები, რომლებსაც ერთი მხრივ თავად საზოგადოება აღიარებს და მეორე მხრივ მათი ნაწილი უმეტეს წმინდანათაც აყავს შერაცხული დღევანდელ დომინანტ ეკლესიას. მნიშვნელოვანი არის, რომ გავიხსენოთ თანამედროვენი, თუნდაც ილიას თანამედროვენი მას სწორედ ლიბერალობის გამო აკრიტიკებდნენ, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოება არ იცნობს იმ პუბლიცისტიკას, რომელიც ლიბერალურ საფუძველს ყრიდა საქართველოში. ეს არის
ძალიან ბევრი წერილი და პუბლიკაცია, რომელიც ეძღვნება იმის დანახვებას ქართული საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი გზა მიდის დასავლეთისკენ, ჩვენთვის სანიმუშო ქვეყნები არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიურ სიახლეებს და ეს ტექნოლოგიური სიახლეები მომდინარეობს სწორედ მათი საზოგადოებრივ წყობიდან, რომელიც უნდა გახდეს ქართული წესწყობილების ნაწილი. ეს იქნება ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა თუ სხვები. და დავასრულებ ჩემს სიტყვასაც, ვაჟა ფშაველას აქვს ნათქვამი, რომ თავისუფლება და ბედნიერება სინონიმები არიან, ამიტომ თუ გეგვინდა ვიცხოვროთ ბედნიერ საქართველოში, უნდა ვიბრძოლოთ დღეს თავისუფლებისთვის. გმადლობთ. წარმოვადგენ კომპანია Alter Visions, ეს არის კომპანია, რომელიც მუშაობს შოუ ბიზნესში უკვე კარგი ხანია. ჩვენ ვაკეთებთ თავისუფლად შემიძლია ვთქვა პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე მე-6 წელია ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალს თბილისი Open Air. ეს ფესტივალი არის წმინდა დასავლური პროდუქტი, ეს არის ზუსტად იმ ტიპის ფესტივალი, რაც სტარდება უკვე 10 წლებია იმ სივრცეში, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ჩვენ ყავს 90,000-ზე მეტი ფოლოვერი. ფესტივალის მთავარი გზავნილი არის Music Breaks Free, მუსიკა ათავისუფლებს და მე შემიძლია გითხრათ ჩვენი გამოცდილება წლების განმავლობაში აი ამ ხალხისგან ხალხის ემოცია და რეაქცია ფესტივალის პერიოდში ძირითადად ეს არის რომ ეს ხალხი გძნობს თავისუფლად თავს აი ამ პერიოდში, აი ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ გვიყვარს თქმა ხშირად რომ ჩვენ ვავრცელებთ თავისუფლების ვირუსს, რომლის შეყრად ერთხელ თუ შეგეყარა ეს ვირუსი ძალიან რთულია მისგან განთავისუფლება და ძალიან რთულია გამოჯამრთელდე ამ ვირუსისგან. ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ რომ სწორედ თანამედროვე დასავლური ღირებულებების ასე ვთქვათ გავრცელებას და რაც შეიძლება მარტივიანით მოსახლეობასთან მიტანას ვემსახუროთ და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი, რომელსაც ჩვენი კომპანია აწარმოებს. რეიტინგი, რომელიც გააჩნია ამ სერიალს, სწორედ არის მოწმობა, რომ ქართული საზოგადოება ობიექტურად და რეალურად არის დასავლური სამყაროს ნაწილი და ნებისმიერი სხვა გამოვლინებები, რომელიც დღეს ხშირია ჩვენ საზოგადოებაში, სწორედ რაღაცა ხელოვნური ინექციების, ხელოვნური შემოჭრების შედეგია, რაღაც რაციონალურ თუ ირაციონალურ შიშებზე დაშენებული რაღაც ასე ვთქვათ საფრთხეების დანახებაზე აგებული რაღაც თითქოს გამოსავალი. ჩვენ ვცდილობთ რომ ადამიანებს სწორედ აი ამ თავისუფლებს აი დავით ანხმები ვახოს, ისინი მუსიკით ვცდილობენ ამას, ჩვენ სიტყვით და ვიზუალით ვცდილობთ ამას, რომ ადამიანმა თავისუფლების პირადი პიროვნული თავისუფლების მაღალი ღირებულება მისი მნიშვნელობა გაიაზროს და მიხვდეს რომ თავისუფალ ქვეყანას მხოლოდ თავისუფალი ადამიანები ააშენებენ. ვფიქრობ რომ რაც უფრო მეტი მედია საშუალება, რაც უფრო დიდი იქნება წვდომა ჩვენი საქმიანობის ქართულ საზოგადოებასთან, მით უფრო მაღალი იქნება შედეგი, მაღალი იქნება გააზრება იმისი თუ რას ვეუბნებით ჩვენ საზოგადოებას და იმედი მაქვს რომ ჩვენ შევძლებთ ეს ყველაფერი გავაკეთოთ დამაჯერებლად და თუ ჩვენ ვიქნებით უფრო მიზანმიმართულები ჩვენს საქმიანობაში მაქსიმალურად დავიხარჯებით ადამიანებთან საუბარში და პირად კომუნიკაციაში ის იდეები, რომელიც ჩემი აზრით და აქ შეკრებილი ადამიანების აზრით არის ქვეყნისთვის სასიცოცხლო, აუცილებლად გახდება დომინანტური ჩვენ საზოგადოებაში. მადლობა ყველას. მე წარმოვადგენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს, რომელიც მრავალი წლის წინ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წლის წინ დაარსა ალექსანდრე რონდელმა. ის წელს გარდაიცვალა და მის ერთგვარ ანდერძად დარჩა ყველასთვის ცნობილი ფრაზა: ყოველ დილას უთხარი რუსეთს რომ ოკუპანტია. და ზუსტად აი ამის გაგების ერთგვარი წაშლა სურს რუსულ პროპაგანდას. ჩვენ ყველა თანხმდებით იმაში, რომ თავარი საფრთხე არის სწორედ იმაში, რომ ქართველებში ჩაკვდეს სურვილი ბრძოლისა საკუთარი თავისუფლებისთვის. მაშინ რუსეთი დაგვამარცხებს ბრძოლის გარეშე.
ჩვენ გვაქვს პროგრამა რეგიონებში სიარულის და ხალხთან საუბრის. მე პირადად რეგულარულად მიწევს ჩასვლა ახალქალაქში, რეგიონში, სადაც საქართველოს ხმა, როგორც მინიმუმ ბოლო 3 წელით საერთოდ აღარ აღწევს. ეს არის რეგიონი, სადაც ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის რუსული ან სომხური სატელევიზიო ეთერი და მეტი არაფერი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, აქედან გამომდინარე, რამდენად კრიტიკულია საქართველოს ხმის იქ მიტანა და მათთვის ახსნა, რატომ არის თავისუფალი საქართველო უკეთესი, მათთვის პირადად, რატომ არის საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობის გზაზე გააგრძელებს სიარულს უკეთესი, მათთვის პირადად, ვიდრე ის, რაც აირჩია მათმა მეზობელმა სომხეთმა და უნდა უბრალოდ ვაჩვენოთ ეს ფაქტებით. რუსეთში დღეს ებრძვიან არა მარტო დემოკრატიას, არამედ იმათაც კი, ვინც კითხვის ქვეშ აყენებს, თუ რატომ იპარავს კრემლი ფულს. ნავალნი ყოველთვის ცნობილი აქტივისტი რუსი, არანაირად არც დემოკრატი, არც ლიბერალი არ არის, მაგრამ ნავალნი არის რუსეთის ხელისუფლების სამიზნე, ის ხან ციხეშია, ხან მის ნათესავები არიან ციხეში, მხოლოდ იმისთვის, რომ ის ბედავს და კითხობს, რატომ იპარავთ. ასე რომ ჩვენ უნდა გავაგებინოთ ფაქტებში, დეტალებში ჩვენს მოსახლეობას და მათ შორის მათ, ვისთვისაც თავისუფლება არ არის უმაღლესი ფასეულობა, რომ თავისუფლების დათმობით ისინი არ მიიღებენ კეთილდღეობას. მოცემულ ეტაპზე არაერთი ჩვენი მეგობარი, არაერთი ჩვენი კოლეგა სხვადასხვაგვარად აქტიურობს ამ მიმართებით. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი მეც გამოვთქვავ, რომ განვითარების რომელიღაც ეტაპზე ეს თუ სხვა აქცია, ამ შემთხვევაში ეს აქცია უფრო მასიური, უფრო მასობრივი იქნება და სულ უფრო ბევრი და ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ ძალიან ჯანმრთელ და კარგ ინიციატივას. ამ დარბაზში არიან ახალგაზრდები, მაგრამ არიან ჩემი ასაკის ან ჩემზე ჭარმაგი ადამიანები, რომლებსაც კარგად ახსოვთ გასული საუკუნის 80-იანი ან 90-იანი წლები, როცა ჩვენ სწორედ ამ თემის გარშემო გავერთიანდით, რომ საქართველოში ფეხი არ მოეკიდებინა რუსეთს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის მტერ სახელმწიფოებრიობისთვის. მე მოხარული და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჯანსაღი პოლემიკა ნებისმიერ თქვათ ინიციატივაზე, საკადრო გადაწყვეტილებაზე, კანონზე თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე, მაგრამ სამწუხაროდ არა ვარ მოხარული, რომ ახლა ჩვენ დაგვიდგა ეს ეგზისტენციალური გაერთიანების თუ ერთიანობის აუცილებლობა. ერთის მხრივ კარგია, რომ ჩვენ გავერთიანდით და მეორეს მხრივ სწორედ ეს ერთიანობა იქნება ჩვენი მომავალი გამარჯვების, ესე ვილაპარაკობდა ამ ქვეყნის რუსეთისაგან თავდაღწევის საფუძველი. ასე რომ რადგან ბოლო გამომცვლელი ვარ ამავე სლოგანით, რომელიც გვაქვს ჩვენ ყველას პრინციპში, დაიცავი თავისუფლება, ამით დავამთავრებ ჩვენ გამოსვლას და ვიტყვი, რომ ნამდვილად ჩვენი ეს ძალისხმევა იქნება წარმატებული იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც კანფანტულები არიან მთლიანად ქართულ საზოგადოებაში და არა მხოლოდ დედაქალაქში.